იგა ავალიანის დედა აცხადებს, რომ იმ ვიდეოს გავრცელება, რომელზეც ის გასულ ღამეს საუბრობდა, ერთ-ერთი ბრალდებულის დემეტრე ჩიქოვანის დედას უნდოდა. ეკა კუპადაძემ ვიდეო მიმართვა გუშინ შვილის საფლავიდან გაავრცელა და ყველას მოუწოდა არ გაესაჯაროებინათ კადრებით, სადაც სავარაუდოდ მისი შვილის მკვლელობა ჩანს. ქალი ამბობს, რომ საქმის მასალებთან ერთად ეს ვიდეო მასაც გადასცეს, თუმცა ნახვა ვერ შეძლო. მემუქრებოდნენ ფეხების მომტვრევითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, აცხადებს ფოთელი პედაგოგი იგორ კეკელია, რომელსაც დეკემბერში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრები გაავრცელეს. კეკელიას თქმით, უცნობი პიროვნებისგან მუქარი შეტყობინებები სოციალური ქსელით მიიღო. როგორც ის ამბობს, მსგავსი სახის შეტყობინებებს სხვა ადამიანებისგანაც იღებს. პოლიციამ ერთი პირი დააკავა. იტალიაში ბრინდიზის პორტში ნოვოროსიისკიდან ჩასული გემი დააკავეს. მასზე 33,000 ტონა შავი ლითონი იყო ჩატვირთული. დაკავების საფუძველი ევროკავშირის სანქციები გახდა. ირანში 42 წლის ექთანი სემინ როსტამი იმ დროს მოკლეს, როცა ის აქციაზე დაშავებული ქალის დახმარებას ცდილობდა. ორი შვილის დედას ზურგში ესროლეს. ოჯახს ქალის დაკრძალვის უფლება მხოლოდ ფულის გადახდის შემდეგ მისცეს. ამერიკაში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაცია წერს, რომ ირანში მოკლულია 3,000-ზე მეტი ადამიანი, საიდანაც 2,800-ზე მეტი მომიტინგეა. დაპატიმრებულთა რაოდენობა კი 22,000-ს აჭარბებს.